ენა მეტწება. ენიდან თუ სისხლი წამოვიდა. დღეს მჟავე რაღაცებს დავაგებუნებ, ხალხო. დღეს მჟავე რაღაცებს დავაგებუნებ და ძალიან მიხარიეთ, იმიტომ რომ მჟავე რაღაცები ძალიან მიყვარს. What do you think? მჟავე. და დავიწყო ჯელიბონებით. ჩემის აზრით, ყველაზე ნაკლებად მჟავე იქნება ეს ჟელიბონი, ამიტომ დავიწყებ შეხურებას, გახურებას, მომზადებას აი ამ ჟელიბონით, რომელიც არის კენტისაგან. ეს ღირდა 3.99. ვიყიდა სპარში. შიგნით იყიდე ხმები აქვს რა, ისინი ყრია როგორც ჩანს ეს მჟავე რაღაცები. ცოტა ძალა უნდა არიხსნება. აი აქ აქვს ის არის. აქედან უნდა გაიხსნას. ასეთია. ეს იდეაში არის დათვის ფორმა. არ გიგონოს რა არის ეს? დათვი კი არა, რაღაც უბრალოდ მახინჯის სათამაშოები. გავსინჯოთ. უგეხოცებ დავიყავი, ძალიან მიყვარს მჟავეული. ძალიან კარგია. თუ მე მეჩვენება ვიცი, აი ხალხი ხარ რომ უნდებათ ხოლმე შოკოლადი რაღაცა შოკოლადის ტორტი და რაღაცა აი არავის არ მინდება ტკბილი, მაგრამ მჟავეს ისე ხშირად მინდება და ყოველთვის შემიძლია ვჭამო. ძალიან გემრიელია, შეიძლება მიკერძოებული ვარ და მაგიტომ მომწონს. მაგრამ მართლა ძალიან კარგია. ეხლა ვნახოთ სხვა გემო. ის იყო სავარაუდოდ ვაშლის არომატი. ამას ვნახავ ახლა. ამაჟოლოს გემო აქვს. ეს იქნება ალბათ პორტოხალი. კი არ გამისინჯავს აქამდე. ჟელიბონებს არ ყიდულობ ხოლმე არასდროს. რასაც ვიდეოში ვაჩვენებ, ყოველთვის ვამბობ, რომ არ ყიდულობ არასდროს, ხოლმე მართლა ეგრეა. ვერიდები რა, უბრალოდ ვერიდები რო არ გამაგიდო თორე. ყველა ვიდეოში მაგიტომ ეხარია ალბათ ეს რაღაცები, რაც წინ იდევს, რომ არასდროს ვარ ყიდულობ და რომ მაკლია. ანუ ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე რა და ის კვერცხების, ის ბოქსების და ჩიფსების და რაღაცების საბოლოოდ მაგიტომ ეხარია ეს ძალიან. ეს ყველაზე კარგია. თუ არა. ორი გემო დამრჩა, ერთი არის ყვითელი, მეორე არის შედარებით ვარდისფერი. ანუ ეს ვარდისფერი ალბათ იქნება ალუბლის და ეს კიდე ლიმონის. ნახოთ აბა. ალუბლისა. თუ კოცა ხარ. ნუ რამ შემო მჟავია. აია, აუ რამდენი საქარშო. მე მეტება მიდი. აი მჟავია მომეწონა. თან სიტყვას აქვს, თან სასიამოვნო გემო აქვს. ანუ ჯერ რა თქმა უნდა სიმჟავე გეცემათ ეგრევე რეცეპტორებს დააბრმავებს ეს მჟავე არომატი, მაგრამ მე მოდის კაკის გემო, კაკების გემო მოდის რა, ნუ რომ ჟელიბონის რის არომატიც აქვს მაგის მიხედვით და სასიამოვნოა, თან მომეწონა, კაია. ამას დავუწერდი 10-დან 8-ს. 8-ს იმიტომ რომ მგონია რომ შემდეგები უკეთესი იქნება. გადავიდეთ შემდეგ ჟელიბონზე. შემდეგი მჟავე ჟელიბონი არის ეს Extreme Sour აზერია. ეს კონკრეტული გემო არის რისი? ვაშლის არის და ასევე აქვს კიდე დამატებით 5 გემო. ვაშლის გარდა არის კიდე watermelon, black cherry, blue raspberry და ლიმონი. ეს ჟელიბონი ღირდა 8.95. მგონია რომ ძალიან მჟავე იქნება. ესეთი ხსნება. უი, რა მაგარია. გავშევდით ვაშლი. დავიწყოთ ვაშლი. მგონი არ არის ჟელიბონი. Hard candy. უი, რა ისაა, აზერია გერა ყველაზე რო. კაკა აზერია და მეტი ჟელიბონი თქვა. ესე კი, ეს მეგონი მართლა მჟავე იქნება. წვანია. რა კარგია. ენიდან თუ სისხლი წამოვიდა. წავიდა სიმჟავე. დარჩა ვაშლის კაკა. გასი ფოტო. კაკა ძალიან გემრიელია სხვა შორის. კაკას რატო ეძახიო? ვიღაცამ დამიწერა კომენტარში რომ კაკას რატო ეძახიო თუ რაღაცა ეგეთი და ანუ ეგრე მჯერა რომ კაფეს ქვი კაკა. ეგრე ვიძახი ზოგადად კაკასაც და კიდე რა ვერ მომეწკინება ხოლმე, ნატკენი კი არა ფუფუა მაქვს და ვიძახი ხოლმე რომ აი ფეხზე ფუფუა მაქვს. მაქვს ეს რაღაცა ტერმინოლოგია ბავშვობიდან შემორჩენილი და ძალიან სერიოზული მგონია. დამკვიდრებული მაქვს ლექსიკაში რა. აი გადავაგდებ ახლა. ეს გავსინჯოთ, მოდი ეს არის black cherry. black cherry, cherry რა არის გასწავლული, ალუბალი რა არის. ეს არის შავი ალუბლის. ეს არის ვარდისფერი. watermelon-ის უნდა ვერ ვიტან საზამთროს კაკებს, აი ან კევებს, ან პატანა მაქვს საზამთროს გემოსი ზოგადად. არ თქვა ხილი ძალიან მიყვარს, მაგრამ
ხელმურად რომ არის გადმოტანილი კბილში. ამას მეც აღარ შევჭამ, იმიტომ რომ ენა პირის ღუზან დამიზიანდება. ენა მეწება. ამოივალუბლის გემოვიდა, კაია. კარგია. აბა გავწეხავ. აბა თვითონ კაკა ძალიან იმრელია. მაგრამ გადავოდებ სხვების ხოლმე გავსინჯო. ესენი ხო ყველა მიცით. ხო და ეხა ამის ჭერია. Brain Blasters-ი. სამწუხაროდ მეოთხე დონი არ იყო. ეგი არის პირველი, ეგი არის მეორე, მესამე და მეხუთე და მეოთხე ვერ ვიპოვე რა. არ იყო, მაგრამ ამის გავსჭამ. მოგატყუებთ რო გითხრათ რომ აქედან ყველა გასინჯული მაქვს თქვა და არ მაქვს, ანუ ეს მაქვს დონი გასინჯული მარტო. და ეს ოღონდ სხვა ფერი. არ ვიცი რა განსხვავება იმ ფერსა და ამ ფერს შორის, მაგრამ ეხლა ვნახავ. დავიწყოთ პირველი დონით. ეხლა წინაზე რაც შეჭამე ის რაღაც რო იყო, კაკა რო იყო. მაგაზე მჟავე რა უნდა იყოს. არ ვიცი, მაგრამ დავიწყოთ პირველი დონით. ვეგანური არის soul candy. ხმა აქვს ძალიან სასიამოვნო. Na 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 na. La música que vi შეგნით. აი. ვარ ამას კონი პირდაპირ ჩავიკრი. აი ეს. მან ძალიან ლაითი მჟავია. ჩემთვის როგორც მჟავის ექსპერტისთვის ლაითად მჟავია. სასიამოვნო ძალიან. სრულ ყოფილად შეესაბამება პირველ დონეს. სასიამოვნოდ მჟავია, განსაკუთრებით თუ ამას ბავშვი იყიდის. იმას მოეწონება, არც პირის ყურს აღიზიანებს, არ ვიცი, ჩემს არ აღიზიანებს და ძალიან ბევრს თუ შეჭამთ, ალბათ გააღიზიანებს, მაგრამ ცოტათი არა. ცოტას თუ შეჭამთ არა. ო, ეს მაინტერესებს ძალიან. მეორე დონი რა, არის მეორე დონი გასინჯული მაქვს, ოღონდ რაღაც ჟელესავით იყო რა. ანუ ჟელესავით კი არა. ჟელიბონივით, ხდერი ჟელიბონივით იყო, თუ საღეჭრეზინე იყო, არ მახსოვს უბრალოდ და ეს ჟელია. ის აქვს, ნახეთ, ეს რომ უნდა გამოწურო. აქ მოყვება ინსტრუქცია თუ რაღაცა ლაბაი რუქსტი ილები ეს არ არის. ინგლისურად არ აწერია. ხო, რაღაც ხვენეზე წერია. აი, ეს არის მეორე დონი გავსჯით რა ნაგე, ჯერ გავხსნათ. უკან აწერია რომ 3+-იო. ნუ 3 წლის ქვემოთ ბავშვებისთვის არ შეიძლება. ამოგეწებათ ხუთი. ეს მოტყვა მე არ მოტყვა. ამას მოტყვა. აუ, რა მაგარია. არ ვიცი, ამას ვერ გაჩვენებთ ალბათ. წვანეა წესით. გაჩვენები. ფუ. აუ, ძალიან ცუდი კი არა, აი ეს მოწმინდო რა. ისეთი გემო აქვს, აი, ანუ მჟავე არის, მაგრამ იმდენად ცუდი დამდნარი შაქრის სიროფის გემო აქვს, რაღაცა ყელის ტკივილის წამალს უფრო გავს. რომ ის იმჟავე იფარება, არ მომეწონა ფუ. თან იღრება. მესამე დონის ჯერი მოვია. მესამე ადგილზე, მესამე ლეველზე არის სიმჟავით. მესამე ლეველზე სიმჟავით არის ეს შიგნით რაღაც მრგვალი აქვს და ჯოხი აქვს, მაგრამ პლუს კიდე რაღაცები ყრია და ან დაფხვნილი კანფეტია. აი კანფეტი თქვი და არა კაკა. ან დაფხვნილია, ან ნახოთ, აბა. რა არაფერი არ იხსნება დღეს. მოკრადები მოხსა. თუ არ გიზარება. მადლობა. კროიცი, ასე ატო გავჭერი. ო, ის წამოვიდა რაღაც სიმჟავე. ასეთი კაკა. და ეს დანარჩენი ამდენი სიმჟავის ექსტრაქტი იყრია თუ რაღაც ეგეთი. ამას გადავჭრი. და თუ რა ნახეთ რა მაგარია. ადრე ხო იყიდებოდა ხოლმე ჩვენ რა პატარები ვიყავით. ეგეთი რაღაცა ჩააყრილი შუშხუნა ტაბლეტები კი არა. მაგრამ ის გული შუშხუნა და მჟავე არ იყო. მესამე დონე არ უნდა იყოს მჟავე. შევიზუთხე და ბიბეკა. თვითონ კაკა არ არის მჟავე. უნდა ჩააწერო.
აია. აურა კარგია. ეს არ უნდა. ერთი წუთით ასე ჩავიყრებ და გავსინჯო. უძონსოსიო მონომჟავე ერა მეწება. აუძაგაია. ეს მესამე დონე ყველაზე მეტად მომეწონა. ამას ქონა სტრავერის გემო, მარწვის გემო ქონდა ამას. მე მარწვის გემო ვერ ვიგზენი, იმიტომ რომ ძირითადად მჟავიანობაზე ვიყავი. ასორტირებული კი არა. ეს როგორც ასორტირებული? ასორტირებული ვიყავი მჟავიანობაზე. სიმჟავეზე. გადავიდეთ ხოლმე ბოლო დონეზე. და გადავიდეთ მეხუთე დონეზე, მაინტერესებს რანაირია ეს. პირველ ის სხვაფერი იყო. ჩემო კლასელმა გამასინჯა პირველად და ძალიან მომეწონა მაგას. შენ რა კლასი? მე ვარ მე-16 კლასში. შეიძლება უფრო დიდს გავარ, მაგრამ 7 წელი ჩავჭი. რაი, მაგრამ ანუ ვიცი რომ სიმჟავემ და მივდივარ, აი მაინც ძალიან მიხარია. ყველა ერთ გემოსი რატო არის? არ არის. აი აქაც არის. რა არის? აქაც არის raspberry. რა raspberry? strawberry. გავშინდოთ მარწყვის. ზუსტად ისეთია როგორც წეღანო ძალიან მჟავე რო გავსინჯე და რომ მოდინა გადამიტყავდა თქო. აი ეგეთი ჩანს ეს. უფ. ის უფრო მჟავე იყო. ამაში მე შეიძლება ფული შეინახოთ. კლასში ის რატო ტენი? პატარობიდან ძალიან მიყვარს ფული შენახვა. ესე ტენი ხომ ესათვის და მე რო პულობ ძალიან მიხარია. იმიტომ რომ მე მგონია ხომ რომ ეგ ფული რაღაცა ესე საჩუქრად მომივიდა ხაერიდან. აუ კიდე გავსინჯავ ხა. ეს არის ქლიავის სავარაუდოდ. გავსჯოთ ქლიავის. ქლიავის ეს აქვს წამლის გემო. ყელის ტკივილის წამლის. აი ძალიან ვისიამოვნე რა ამდენი მჟავე რო ვჭამე, აი გიჟდები ხარ ხო მჟავეზე. ამდენი მჟავე ერთად არასდროს არ მიჭამია. ძალიან გემრიელი ყველაფერი და ძალიან მომეწონა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ენა ცოტათი მეწვება, ერთჯერზე ამდენი მჟავე არ ჭამოთ, მით უმეტეს თუ კუჭი გაქვთ სუსტი. ბავშვებო არ ჭამოთ ამდენი მჟავე. არ ვარ გაქიხია, თან ზოგადად ისეც ქიხია, ეხა ეს ყველაფერი ცარიელი ხიმია. ძალიან საზიანოა კუჭაზლავისთვის. ასე მივიწურა ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მე ძალიან მომეწონა და იმედია თქვენც მოგეწონათ და თუ მოგეწონათ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და დამიწერეთ კომენტარებში თქვენი favorite მჟავე რომელი იყო. თქვენი ფავორიტი მჟავე გემო რომელი იყო. მაგრამ თქვენ ხო არ გაგიზიჭა. რავადა. და აღწერაში იქნება Boom Show-ს ახალი არხის ლინკი, სადაც თავის ახლებურად აჩელენჯებს, ძალიან საინტერესოა, მოგეწონებათ, აუცილებლად გამოიწერეთ და დაულაიქეთ და დაუკომენტარეთ. აი რთულ რაღაცებს აკეთებს რა, აი მე ვერ ვაკეთებ. ბოლომდე ვერ ჩავალ. არა, ძალიან მარტივია. კაცმა არ იცის მე რამდენი. მაგარია Boom Show მართლა გეუნ ყველას გამოიწერეთ. კარგად, შემდეგ ვიდეომდე